კახეთში გლეხებმა ატმის პლანტაციების გაჩეხვა დაიწყეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა გიო შაოშვილმა ჰექტარ ნახევარი ატმის ბაღი გაჩეხა. შაოშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ატმის გაჩეხვის კადრები სატელევიზიო ეთერში მოხვდა, მას ორჯერ მიაკითხეს პოლიციიდან და განმარტება მოსთხოვეს თუ რატომ ემდურება მთავრობას. მისი განცხადებით, უხვი მოსავლის გამო ხილის ფასი ძალიან დაბალია და მისი რეალიზაცია ჭირს. კახელი გლეხები აცხადებენ, რომ გაწეული ხარჯის ამოღებაც არ შეუძლიათ, ამიტომაც სამომავლოდ ატმის ბაღის ადგილზე სიმინდს გააშენებენ. სანამ დროა, ეხლა გავუკაჭოთ რომ თავი დროზე აი ხემა დავამუშავოთ ორი მაინც ფული სანამ ავარ. მე ის არ გვექნება. ხელთანახევარია გავჩეხოთ იმისაც, რომ მოსავალი მივიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით, მაგრამ არაფერი არ გამოდის, ის იმ წამლის ფული ვერ ავიღეთ, რაც დავხარჯეთ. ისიც ვერ ავიღეთ. მაგის გულისა. რა ვიცი მე, ვითომ მთავრობისაც ნაგდობო, რა ვთქვი, მე არ ვიცი. მთავრობა რას ემდურებიო? მე ვთქვა რა რა ვიცი, იმ გამო გაგიჩეხნია ატამია. ალო, შვილები, მოგვიყვება პოლიტიკურ ამბავებდა. უნდა ატოლო შვილები, რა არის გულისთვის, გასულ. თუ ვერ ხდებით რა ხდება ამ ქვეყანაზე? მაინც ამბიგინათ რომ გლეხ კაც გაიჩეხა.